მოგესალმებით და მინდა გითხრათ, რომ ბატონი დავით სერგეენკო გახლავთ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრად. დავით ბატონო მახარებს, რომ ესე ვთქვათ, პირნათლად შესრულდა ის პროგრამა, რომელიც შარშან თითქმის ამ დროს მე მგონია ივნისიდან დაიწყო ეს პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვისა და მე მახარებს, რომ გაქვთ საშუალება ესე ვთქვათ, საზოგადოებას აუწყოთ თქვენი მიღწევები, წარმატებები და მე ვფიქრობ, აი პრინციპში ის იდეა, რითაც მე მახსოვს შარშან ამ დროს თქვენ ამბრძანებთ, რომ ამას ვაპირებთ და პრინციპში შესრულდა. მოდით დეტალებში მოვუყვეთ ჩვენს მაყურებლებს, რა ქონდათ ჩაფიქრებული და რას მივახციეთ. დიდი მადლობა, რომ გესტუმრეთ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის სამშვიდობოს. მიხარიხართ. აი ხა 1 ივლისს შესრულდება ზუსტად 1 წელიწადი, რაც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვა მისი სრული ფორმატით. თავიდან ამ პროექტს ძალიან ბევრი კრიტიკოსი ყავდა, ბევრი პესიმისტურად უყურებდა ამ შესაძლებლობებს განვითარების და ეს მართლაც მასშტაბური პროექტი იყო. იმდენად დიდი პროექტი იყო, რომ დიდი მობილიზაცია დაჭირდა იმას, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. თუმცა მე მართლაც გარკვეულად ამაყი ვარ იმით, რომ დღეს პროექტის დაწყებიდან 1 წლის თავზე შემიძლია მოვახსენო საზოგადოებას, რომ ის რაც იყო დაგეგმილი, აბსოლუტურად მთლიანობაში შესრულებულია. სადღაც 400,000-მდე საქართველოს მოქალაქემ მიიღო სამედიცინო დახმარება, ოპერაციები, გადაუდებელი გეგმიური ამბულატორია და 1,700,000 არის რეგისტრირებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში. ეს ერთ წელი მართლაც არ იყო მარტივი არც ახლა არის, თუმცა ის გამოწვევები რაც ჰქონდა, ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის მართალი გითხრათ იყო არა მენეჯერული პროექტი როგორც ასეთი, არამედ საზოგადოების და ოპონენტების ნაწილის განწყობა და კრიტიკა ხანდახან ტენდენციური. მე მართლაც ამაყი ვარ იმითი, რომ დღეს საქმით ვადასტურებ, რომ 1 წლის თავზე პროექტი ცალსახად წარმატებულია. მე მგონი აი კოლოსალური თანხები დაიხარჯა ამაზე, თუ არა ვსწრები სადღაც 170 მილიონ ლარამდე წავიდა და იმუშავა ამ პროექტმა. მე ვფიქრობ იმუშავა, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში დასაწყისში ყველა დიდ პროექტს სკეპტიკურად უყურებენ, მაგრამ მე მგონი ყველაზე პირნათელი პროექტი საქართველოს თუ კი რაიმე განხორციელებოდა, სწორედ ეს ჯანდაცვის საყოველთაო რაღაცა დიდი მიჯნები ჰქონდა და ფაქტიურად შეასრულეთ. მოდი დეტალურად მოვუყვეთ ხალხს, აი თქვენ სტატისტიკის დონეზე აღნიშნეთ 400,000, დიდი ციფრია 400,000 კაცი. აი ძირითადში რა სეგმენტში იყო მოთხოვნადი აი მოსახლეობისა და აი სად ჰქონდათ პრობლემები, ეგეთა დეტალურად აღიხსნათ. თავარი გამოწვევები რაც იდგა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის და მთლიანად საქართველოს მოსახლეობის წინაშე ჯანდაცვის კუთხით იყო ის, რომ თუ კი დასჭირდებოდა ადამიანს სამედიცინო დახმარება, მას არ ჰქონდა ამისი ფული და ამის გამო უარს ამბობდა გეგმიურ მომსახურებაზე და ექიმს მიმართავდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კრიტიკული მდგომარეობა დგებოდა. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობის ნახევარი, რომელიც იქამდე არ სარგებლობდა სადაზღვევო პროგრამებით, იძულებული იყო რომ გაეყიდა ბინა, გაეყიდა ავტომობილი, აეღო კრედიტები და მთელი ეს თანხა, ასე ვთქვათ, მიემართა სამედიცინო მოსახურების შესაძლებლად. ანუ იყო ორი პრობლემა. ერთი რომ უფულობის გამო ადამიანი კარგავდა ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს და მეორე ის რომ თუ გადაიხდიდა ამ ფულს, მაშინ ის და მისი შემდგომი ორი თაობა ხატაკდებოდა და დგებოდა ძალიან დიდი პრობლემების წინაშე. ეს ორივე ამოცანა პირნათლად არის შესრულებული. რა თქმა უნდა, აბსოლუტური არ არის არაფერი და რჩება ისეთი მონაკვეთები, სადაც მაღალი ფინანსური დახმარებები არის საჭირო. თუმცა ამისთვის ცალკე სტრუქტურა იქნება და იმედია, რომ ეს სტრუქტურა, ეს ფონდი წარმატებით მოაგვარებს ამ ამოცანასაც. ეხლა მიმართულებები რა იყო, ასე ვთქვათ, აქტუალური. ძირითადად იყო თლიანი სფერო, მაგრამ გამოკვეთილად ალბათ კარდიოლოგია, გულის დაავადებები, გულის ქირურგიის ჩათვლით. ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პროცენტულად ეს არის უდიდესი ნაწილი, მინიმუმ 51%. ყველაზე მეტი, ვიდრე ყველა დანარჩენი ერთად აღებული. ასეთ კლინიკებში პაციენტების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგებული არის ბოლო 1 წლის განმავლობაში და ამ კლინიკებს საშუალება მიეცათ, რომ ახალი საინვესტიციო და განვითარების პროექტები დაიწყონ, ანუ ეკონომიკური გავლენას ჰქონდა. მეორე, რაც შეეხება ონკოლოგიას, რა თქმა უნდა, ესეც
მეორე ადგილზეა რა ონკოლოგია დღეს საქართველოში. სტატისტიკურად 60%-ზე მეტი არის გულსიძალთა სისტემის და ინსულტები, სადღაც 5%-ამდე არის ღვიძლის ციროზი და 4% არის ონკოლოგია მთლიანად აღებული. ანუ პროცენტულად თითქოს ბევრი არ არის, მაგრამ დაავადების სპეციფიურობა გამომდინარე არის ფატალურობის განცდა, როდესაც თვეების განმავლობაში ადამიანს აქვს უმწეობის შეგრძნება, რომ ფული რომ კონდეს უშველედი ჩემ თავს და ეს ანადგურებს ფსიქოლოგიურად თელმის გარემოცვას. ჩემმა პროფესორმა მითხრა, რომ ხვალ ხსნით იმ რაღაც ონკორადიაციული რაღაც კლინიკა არის. თქვი იმაში არა, მიხაილოვის საავადმყოფო, ალაბაში ის პირველ ექსპერტს რა ქვია იმას, პირველ კლინიკურ საავადმყოფოში არა მგონი ის კლინიკა. ეს პრინციპულად ახალი ტექნოლოგია. მე ვიცი რომ ადრე თურქეთში დადიოდნენ მაგის გასარკვევად და საომონოდ და დაგიგებია. ეს ერთ-ერთი დიდი ნაბიჯია, ძალიან დიდი ნაბიჯი არის ონკოლოგიური დაავადების მართვაში. ხვალ ეს აპარატურა ამუშავდება, ხვალ იქნება გახსნა, ეს მართლაც დიდი ნაბიჯი არის, თუმცა თლიან იმ პრობლემებთან მიმართებაში, რაც არის სისტემაში, დიდი, მაგრამ ერთ-ერთია. აუცილებელი, ხო აუცილებელია. ეს რა თქმა უნდა აუცილებელია. ცივილიზებულ ქვეყანას ესეც და ესა უნდა ქონდეს კლინიკა. აუცილებელია, ხო დამატება ჭირდება კიდე რომ აპარატურის არსებობა აუცილებელია, მაგრამ არა საკმარისი. უნდა იყოს შესაბამისად მომზადებული პერსონალი და მე იმედი მაქვს რომ კლინიკის მენეჯმენტი ამაზე იზრუნებდა და ეს სერვისები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადამიანისთვის. სხვა მხრივ უბრალოდ აზრი არ ექნება. ისა დავით ბატონო, რეკლამაზე მინდა გავიდე და იქამდე მინდა მოვასწრო ეს კითხვა. აი პრინციპში რაც თქვენ ბრძანეთ, ეს გულსიძალთა შემდგომ ონკოლოგია რომ შემცირდეს მათი რაოდენობა, ეს ჭეშმარიტება აღიარებული, რომ პროფილაქტიკით შეიძლება შემცირდეს საბოლოო ჯამში ამ პაციენტთა რაოდენობა. აი ამ მიმართულებით თქვენ შაშან იქადნებოდით, რომ მივახცევთ იმას, რომ ესე ვთქვათ, პირველად ჯანდაცვაში მაქსიმალური რესურსების დაძლევით შევამცირებთ უკვე საოპერაციომდე მიყვანილ პაციენტთა რაოდენობას. აი რა გაკეთდა შარშან და გასაპირებთ ამ წელს, აი რეკლამის შემდგომ ამაზე ეგება გასცეთ მაყურებლებს პასუხი. დაგვეგოდეთ ხალხო 2 წუთში დაგიბრუნდებით.